მოგბრძანეთ. ბედია, ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანი, მეგობარი, მომღერალი, მობრძანეთ ჩემო საყვარელო. მრავალფეროვანი, წვიალა, ჰარმონიული, უნიკალური ხმის პატრონი ნამდვილად. როგორ ხარ? გადასარევად, შვენივრად, კარგად. იცი რა სანამ ეთერში შემოვიდოდი. განყოფას ამაღლებული. კი, ნამდვილად იქ. რომ მიყურებს ყოველთვის ესე ვარ. გედა და შენ მოდიხარ ჩვენ ხო. ტელევიზია ხოც როგორ მიყვარს, იგი მეორე ოჯახია ჩემთვის. გეთანხმები აბსოლუტურად. სანამ ეთერში შემოვიდოდით, ანრი მიკითხა რომ თუ იცით რატო გაწყდა ციცინათელებიო და ეკოლოგიის გამო და აგერფერი ციცინათელები არ მოვიდა ანათ. ვიცოდი რომ მაგას ვიტყოდი რაღაც გულმა. თქვა რო გაწყ. ბორიკო, სანამ გადავალთ თემაზე, არ შემიძლია არ ვკითხო კიდე პირველი სტუმრობის მე რამდენი კილო დაიკარ? იმის შემდეგ დავიკელი კიდე 3 კილო ნახევარი ეს. ეხა კიდე ვაპირებ ცოტა იმდენს და მე უკვე ცალკე ბრძოლა არის შენარჩუნება უკვე. ბოლოსტუმრობა როდის იყო მათემატიკურად ეხლა რო გადავთვალო. 12-ში ვიყავ მარს, 12 მარტი იყო და ახლა. აჰა, კარგი შედეგია, მეტი არც არის საჭირო. არა, ითი კიდე. არა, იცი რა, ნელ-ნელა დაკლებას ჯობს უცებ დაკლებას. ხო, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეხლა თქვი როგორ იკლებ? მართალია მამაკაცები ბევრად უფრო მარტივად იკლებენ წონაში ვიდრე ქალბატონები. ასაკსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მითხარი რა ვიცი რა შეგავმადგება. ნუ არის ესეთი სწორი კვება, ანუ ყველაფერს გიახლებით, მარტო აი პურის და იმის გარდა რა ქვია, მაიონეზი ამოვიღე საერთოდ. კი ბატონო. ნუ თკბილს ცოტას ესეც შავი შოკოლადი რო არის, კარგისა ძალიან და ნუ 4 საათამდე ბოლოს ესე ის. 4 საათი არის შენი ბოლო კვება და შემდეგ მეორე დღის რომელ საათამდე? მეორე დღის აი ნუ 18 საათი მაინც უნდა გავიდე, 18-19 საათი უნდა გავიდეს და მე ესე იგი 18 საათიანი ცნობილი დიეტა რო არის, იმაზე ყოფილა ჩვენი ბორით. თავიდან ისე გამიჭირდა ხო აი ღამე რო რაღაც საჭმელები მესიზრებოდა თან ახლა ეს მეგრული ის ყოფნა ხო იცი როგორია და მე ვარ 40 საათი. ახლა გადავეჩვიე უკვე. გადაეჩვია. მე ვარ თან ვარჯიშობ 24 საათიან კვებას. კვება. ხო შიმშილობაზე. იცი რა მაინტერესებს ბორიკო, ეს შენ თვითონ მიხვდი რომ შენ ორგანიზმს რაღაცნაირად კარგად მოერგო ეს სწორი კვება დავარქვა თუ ეს უკვე ადაპტირებული არაერთხელ. ავიცი აი რატომღაც აი ჩავთვალე საჭიროდ რომ მეთქი მინდა რომ გავხდე თქო რა. ახალგაზრდა კაცი ვარ და ეხა ცოტა ზედმეტი წონა არ არის ასეავნო თქვა როცა მოძრაობ რაღაცა სიტყვაზე გიშლის ხო ყველას კი ბატონო. ამიტომ დავიწყე რა ერთ დღეს თავი და ყოველთვის აი ხვალ დავიწყებ და არა პირიქით უფრო ისა რა და მე ერთ დღეს ისე ჩემ თავს ისე გაუბრაზდი რომ მეთქი სიო და დავიწყე და უკვე ისეთ იმაში შევედი უკვე აზარტში რომ ვარჯიშობ კი სირბილით 5-6 კილომეტრს დავდივარ აი ყოველ მეორე დღეს კი და დავდივარ 5 კილომეტრს ყოველ მეორე დღეს ან 12 კილომეტრი გამომდის დღეში სიარული და ამავდროულად უამრავი კონცერტებია ეს კიდე ცალკე ენერგია არის ცალკე კალორიების დაწვა ხო ეგ არის მე მგონი ყველაზე დიდი კალორია უშინ მაგალითად ესეთი აი საღამო იყო და ვიმღერე რამოდენიმე სიმღერა და ისეთი გული და ეს და თან ამ სიმღერის დროს რამდენი ენერგია მიდდა თან გულსროდებ აი სუისა და სასიამოვნოა რა ეს ძალიან მაგარი რამეა და ისიც რა სასიამოვნო არის როდესაც შემდეგ ესე ჟუჟუნათვალებიანი გოგოები უყურებენ ნუ რა თქმა უნდა ის ცალკე კარგად წავს კალორიებს ის ცალკე კარგად წავს კალორიებს ხო იცი სადაც მე ვარ რომ ვერაცდები მაგით და მანამდე ვიტყვი ერთი 26 მაისს ხა ჩვენ ხა ბევრი კონცერტებია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და ბევრი ყველა მომღერლები ვიქნებით ოზურგეთში იქნება კონცერტი 6 საათზე ჩემს გურიაში ახლა გურიას რატოვობ ჩემს იმიტომ რომ ჩემი დიდებია გურიიდან იყო და ავიცი ახლა ვიქაურისიც მაქვს ხო აჰა ის ესე დიდებია ძალიან გიგზნობა შენში კი იმიტომ რომ თან გურულები ძალიან მიყვარს ახლა საყვარელი ხალხი ახლა შენ 100 მაგათ შეუყვარდი ამრის და 200 მაგათ რო იცი ოზურგეთში იქნება კონცერტი და სხვადასხვა მომღერლებიც გამოდიან და ყველას ხო რომ მობზანდეს. აუცილებლად მოვლა რა საკონტროლებში ისეთი ზეიმი არის 6 საათზე უძებს. ბორიკო, პირაჩი რა ხდება აქვე ვითხარიო ხარ და გვიმალო. რა. თემა რო გადაიტანა. ხო და მაგიტომაც დავუბრუნე. შენი ლოვესამები როგორ არისო ხო ანუ ხო, იცი რა არის წინა სტუმრობაზე ბორიკო რო იყო თქვა რომ სადღაც მოინიშნებაო რაღაცაო რა და მე გეტყვი და ის რაღაცა ისევ ციმციმებს თუ ჩაქრა და სიახლე უნდა ავაციმციმ. ღმერთმა დაიფაროს როაც მე ჩემი სულ ციმციმებს მაგრამ ნუ ჯერ ვერ ძალიან ვერ ამციმციმდა რა ესე როგორ ჩვენ რო გვინდა ესე ხო აი ცესარტყელაზე რო ლაპარაკობთ ის ადამიანი უნდა ვარჯიშობდეს შესავით იმიტომ რომ არიან ხოლმე ადამიანები როცა გვერდში ჭირდებათ მეორე ნახევარი რომელიც ზუსტად ისე უნდა იყვებებოდეს ზუსტად იმ ტემპში უნდა ცხოვრობდეს ასეა ხა როცა ადამიანი თავის თავს პატივს ცემს როცა უვლის ჯანმრთელობას დასაფასებელია ხო
კი. როცა თავის თავს ცემს პატივს, სხვასაც ცემს პატივს. აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, ეხლა სიმსუქნე ხა არც კაც უხდება და არც ქალს უხდება. ეხლა ძალიან ნუ გაუსმევთ ხალხს რაღაცებს. არა, ზოგს ეხლა რა არის, ზოგს სიმაღლეა და აქვს და ის იტანს ხომ არა ხა ზოგს ეხლა ის. არა, მაინც მარტო იმაზე კი არა, ვიზუალზე ჯანმრთელობისთვის არ არის რა ზედმეტი წონა. გეთანხმები აბსოლუტურად. ყველა დამეთანხმება. ხო, მაგრამ ვიღაცას აკძალა რომ ეს გააკეთოს და რაღაცნაირად აი შენაირად იყვებოს, ვიღაცა ცდილობს ნელ-ნელა ვიღაცა. არა, მე ნებისყოფა ძალიან მაგარი მაქვს რა ძალიან. ყველაფერში. ნუ ხო ყველაფერში სხვა რა ვარ ხა. არა, ნებისყოფა როცა გააკ ადამიანს ყველაფერში. კი, ხო. ხო, ნუ ალბათ მაქვს ეტყო. ხო რა. აი, კაი, ყვებაზე. გაჩნე რას გულისხმობ? ყველაფერს ზუსტად ისე გამომხედე რაც ვიგულისხმე. ძალიან ისე მინიშნებები წაუბრუნდა. ამას დიდი ჩვენს მაყურებელს. ამას ძალიან დიდი ხნის მეგობრობა. ხო და გაგვიგებინეთ რა ხდება უკაცრავად. არა, ნებისყოფა ჭირდება ძალიან ბევრ რაღაცას. იგივე ფორმაში მოსვლას, რაღაცა. ხო და შორის ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, მინდა გითხრა. კიდე უნდა დავიკლო. ხო და უკეთესში მოვა ისინი. აი, სამეგრელოში რო ჩადიხარ, ეხლა არ მითხრა ელარჯს არ ვჭამ. როგორ ავჭამ, მაგრამ ისე დროს ვჭამ, რომ არის თქვა პირველზე, ორზე. მე მაგას რო შევჭამ, უნდა ვიარო 3-4 კილომეტრი ფეხით უნდა ვიარო ესე, რომ დავწვა კალორიები. კი ბატონო, კი და ბატონო. რო არ ჭამო საერთოდ? რო არ ჭამო და მე მიდის სიგანეში მე ყველაფერი მალე ვიმატებ და მალე ვიქნებ ეს ესეთი. ბორიკო, არ შემილი არ კითხო გაზაფხული. კი, რო გაიხედები ჯერ არ არის გაზაფხული, მაგრამ ეს რაღაცა სუწუმები რა დარჩა ამ ცაზე ამდენი წყალი გაქვს. წვიმის სურნელი სხვანაირია, გაზაფხულის სურნელია, ხო რაღაცა ჩიტები ასე. ეხლა მითხარი შენი შეგრძნება, შენთვის რაღაც მე სიგიჟემდე მიყვარს გაზაფხული. არის რაღაცა, რასაც ზოგი იწყებს გაზაფხულზე დიეტა, ზოგი იწყებს გაზაფხულზე რაღაცას, ზოგი რა. აი რა არის შენთვის გაზაფხული? აუზ ესე დაგეგმილად არის მომწონს რა ბუნება რო იღვიძებს ეს ხა ხელოვანი კაცი ვარ და მიყვარს მრავალფეროვნება ეს სილამაზე. თან უფრო გაზაფხულზე ზაფხულში სამეგრელოში ვარ ძირითადად სასწაული ბუნება მაქვს იქით მე რა ვიცი. კანიონებიც იქვია და რა ვიცი იქ აი მარტო დავდივარ ხოლმე ერთი სიამოვნებაა რა. არის გაზაფხული შთაგონების წყარო შენთვის? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა კი. აი რა შთაგონებას გაზაფხულს? დავგეგმა ხოლმე სიტყვაზე ეს უფრო სიმღერებთან არის როცა სიმღერაზე ვფიქრობ ხანდახან ღერი კიდევ ასე რომ დავდივარ იმ ბუნებაში. ლექსი დაგიწერია? ლექსი არა. არასდროს არა. უნიჭერესი ადამიანი ხარ და აი არდი. აი ბავშვობაში რაღაცა არასდროს არა კაცო რა ლექსი მე და საერთოდ. კაი ლექსები მიყვარს ეს. არა, ხო, ნუ გასაგები არის. და სიმღერები მიგიძღვნია ესეთი გოგოსთვის რომელიც მოგწონებია და რა თქმა უნდა, ხო? მაგის გარეშე როგორ სერენადა ყოფილა თუ ეს ყოფილა დაბადების დღეების სუფრაზე ან რაღაცა მსგავსი. მე ვფიქრობ ერთ-ერთი თუ ყოფილა. აი აივანზე მდგომი ჯულიეტა ქრიმოტრომეო რომ ღერის, ა? ხო, დაახლოებით ახლა კი. მოგვიყევი რა. ხო ის ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი. აფერე მომეწონა და უმღერე რა და მე ტაში დავიბრა და დააფასა მე ეს ყველაფერი ხარ რა ნუ გამაშვებინებთ იქით ხა რა ტაში დამიკრაო და დააფასე ეს ყველაფერია და ნუ ხა დავწრილმანდებითო ანუ ტაშის დავკეთ ხოლო და არ შემოვიფარგლე ძალიან სასიამოვნო არის არ შემიძლია არ ზოგი ესე მოგზალებულად უკრავს ხო ეს ზოგი კიდე იპრანჭება ამ დროს ესე იგი რაღაც პოზა ხო დაჭერი გასაგებია მე ისე ყოფი ქონია შენ ეგეთი შემთხვევა რომ აი სადღაც აგრე გაკრანჭებია და ძალიან გაღიზიანებულ ხარ თუ ან პირიქით თუ მოგწონს ეგეთი გუშევა მაგაზე გავღიზიანდა არა გაკრანჭასაც აქვს რაღაცა ფორმა აი ხორცებს რომ კაცებს გითქვათ რომ აი მე რატო იტყლარჭება მაპატიეთ ამ გამოთქვი არის გაპრანჭვა არის ქალურობა და არის ცოტა რაღაც არ ვიცი ამას რა ქვია აი ცოტა ვითომ რო ვიუკადრეს რაღაცა ხო აი თან გეპრანჭებათან ზემო ხო აი ზემოდან რომ მიყურებს მე მეც კაი ზემოდან გადავხედავ მე კიდე ხა მეც არა ვარ ეგეთი ადამიანთან მორიელი ვარ და ეგეთ იმას არის არ უნდა და 10 ვერ მინდა 100 წელი მოდი ესე ვიტყვი ანუ მე არ მიყვარს ისეთი ურთიერთობა სადაც ხვერწნაა. იქ ხვერწნა არ უნდა იყოს, იქ უნდა იყოს ორმხრივად ყველაფერი. ხო, მაგრამ აი მოდი ხა მე ცოტა ძველი თაობა ვარ, ჩემ დროს ესე იყო, რომ გოგო არასდროს არ უნდა გამოუტყდეს სიყვარულში, ან არ უნდა აგრძნობინოს ბიჭს რომ მოწონს. არა, მე არ მითქვა სიყვარულში არა, სხვა რაღაცას გეუბნები, სიმპათია, რომ დაუშვით შენ მოგწონს. დღესდღეობით თავისუფლად ურთიერთობენ გოგოები და ზომიერებაა მაგაშიც, ხო? აი ზომიერად როცა აკეთებს, ეს უფრო მიმზიდველია, მაგრამ აი ძალიან რო ცხვირს აწევს და ეგეთი აი გოგომ რო გადმოდგა დაუშვათ პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩემ დროს ეგ გაგრძელული იყო. ხო, მესმის, ჩემ ბავშვობასაც გადმოყვა ეგ ამბავი. ხო, აი პირველად გოგომ პირველად რაღაც სიმპათია, ოღონდ ისეთ ნორმის პარკლებს. რამდენად
საინტერესო იქნება. თუ ის არის, ვიცი რა, არა, ცნობილი როგორ- ადამიანი ვარ და პირიქით. შენაირები ძალიან ბევრი. პირიქით, არა, ეგეთი რამე არ მქონია ცხოვრებაში ეგეთი. აბა ეხლა რო ვერ დაგვაჯერებ, რომ ყველა მოწერილ გოგოს პასუხობ. არა, პასუხი გამიცე ხარ, როგორ შეიძლება ადამიანი, არა, ისე თბილად და ისე კი არა, რომ ეხლა მაინც და მაინც, მაგრამ ეხლა ესე რომ დავაიგნორო და ზემოდან შევხედო, არა, ღმერთმა დამიფაროს, ეგეთი რამე არ მიყვარს და თან სხვაც რო იქ ჩემი თავი არ მიყვარს ეგეთი. გეთახმები აბსოლუტურად. ანუ მისაღები არის თქვენთვის ის, რომ შეიძლება გოგომ პირველმა გადმოდგას ნაბიჯი. ხო, ახლა თუ გეტყვის, კარგად მღერი და არა, კარგად მღერი და ბრავო არა. გადავიხდი და აქ გრძნობაზე არის საუბარი. კი, ყოფილა ხარ ამდენჯერ ახლა გაუხსნია სიყვარული ჩემთვის და მაგრამ უბრალოდ ახლა არ მიყვარდა, მაგრამ ხო არ ვეტყვი რომ მაგალითად აიცი რა ისე გავაკეთებ ხოლმე რომ არ იყოს რა ნაწყენი რა ნაწყენი არ იყოს, მადლობა, რაღაც ალბათ ხო ახლა ძალით ხო არ ვეტყვი რომ და ყოფილი არ მიყვარს და ვერ მოვატყვი მიყვარ ხარ და არ შეიძლება ეგეთი რაღაც და ტექსტი თუდად დამებრუნდება ეგ მე ყველაფერს ამიტომ და ტექსტი მეგობრებად დავრჩეთ ყოფილა რა თქმა უნდა კი ყოფილა და ეს აი ცი რა მაინტერესებს მეგობრებად დავრჩეთ ეს ტექსტი შეიძლება იყოს მაგრამ ურთიერთობა და გზნობა ხო ამ დროს ყალბია თუ რჩება მეგობრებად? არა, თუ მეგობრა რატო არის ყალბი? თუ ადამიანი შეიძლება ის ადამიანი გიყვარდეს როგორც კარგი მეგობარი და ახლობელი და გულშემატკივარი და შენც დაუდგე ბევრ რამეში გვერდში და ესა ხო შეიძლება ეგ. ხო, მაგრამ აი ყოფილა ეგეთი რაღაცა. მაინტერესებს თუ რაღაცა გრძნობა გქონდა ადამიანს. უკაცრავად თუ უარყოფა გქონია გრძნობის, აი მაგალითად უარ გოგოს თქვენს რომ არ მიყვარ ხარ, არ მომწონ ხარ, არ მინდა. რა ყოფილა ეგეთი რაღაცა. ყოფილა ეგეც. არ გინდა კარგად იყავი. როგორი შეგრძნება? არ გინდა კარგად იყავიო, შეხედე, არ გიბრძოლია. არა, არის ახლა თუ არ ვარ ძალით დაუნებოდი რომ მოგწონდა. ნუ ერთი ორჯერ იყო ჩემ ცხოვრებაში ეგეთი რაღაცა და და მორჩა. ხო, ეს არის. მე კი ინანა იმან, უყოდ მართლა ინანა, მაგრამ ახლა მე უკვე აყრილი მქონდა. მე უკვე სხვასთან ვიყავი. ჩემი აღარ მორჩა. აღარ მოდიოდა უკვე. აღარ მოდიოდა, კი მაგრამ. მაგრამ კი არ მძულს და რაღაცა ღმერთმა დამიფარო ზულე. მაგაზე კაი რა არის, მე ვარ ბედნიერი, როცა გიყვარს. ვისაც მართლა გიყვარს, შენ ხარ ბედნიერი, ვისაც არ უყვარს, ის აუბედური. მართალი ხარ, აბსოლუტურად. ბორიკო, მითხარი, ახლა გაზაფხულზე სიახლები, არის სიმღერა, ახალი რეპერტუარი, რაღაცა. ახალი რეპერტუარი, აქ ალბათო მარიკომ დამიწერა ადრე ეგ სიმღერა და რატომაც ვერ მოხდა ამის, ვერ მოხერხდა დროის ამბავში და ისეთი ძალიან მაგარი რომანსია, რომ თავის სიტყვას იტყვის ეგ არა და რა ვიცი შემდეგი ჩვენთან შუადღის ეთერში იტყვის თავის რა თქმა უნდა ესე პრემიერა გვაქვს? არა გვექნება ვისთან წავიღებ ამ სიმღერას გვექნება ხო უახლოეს მომავალში და აი ეხლა რა შეგვიზრულია ბორიკო ეხლა უნდა შევასრულო საწუხ მისაყვედურეს მეგრულ ზატვარ მღერიო და აი შევასრულებ ხო რა უტკბილესი ენა და საოცარი თან მაგარი ლამაზი სიმღერაა ყველა მიცის და მე მეგრელებო, პატივცემულებო, გეფერებით და სრულიად საქართველოს ეფერებით. და 26 გურიას მოვეფერები აგერ და კახეთი არ დაგვიჩაგდე. ახეთ როგორ ეგადრება? როგორ ეგადრება? Schwasha, Gioradini michkududo, Goitiru komasi schwasha, Gioradini michkududo, Goitiru komasi schwasha. Nani nadido, dido nana dido, dido nana dido. Tido nanina, nanina dido do dido do dido do nanina. Poriara da javi maradas, scan moluas maki vagina, gangalesha kamagomile. Uskaneti mukimina gangalesha gamogomile Uskaneti mukimina Nani nadido Dido nana dido Dido nana dido
Dido nanina nanina dido do dido do dido do nanina Oro parazarati vare chkimi vemi jare shkhwasha Gioradini michkudo Goitiru komasis khwasha Gioradini michkudo Goitiru komasis khwasha